მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია 21 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვართ. ეს არის მადის აღორძრელი პოდკასტი და აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იყოთ ჩემთან ერთად. მე ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, ეკა ამირეჯიბია დღეს ჩვენთან ერთად. ეკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და აქ ხარ დღეს. ძალიან უცნაურია სხვათაშორის თითქმის არ დავდივარ მარსად ბოლო პერიოდში და რაღაცა ეხა მიყოლებით ისე გამოდგა რომ მეორე დღეა ზურააცა პოდკასტში ვარ და რა ხდება და როგორ და რატო არ ვიცი მაგრამ მოყვა მიხარია რომ მაგაზეც ვილაპარაკებთ, აი რატომ არ მიდიოდი და ეხა რატომ და მანამდე სანამ საინტერესო თემებზე ვილაპარაკებთ და ჩემი მეგობარი კომპანიები მინდა რომ წარმოგიდგინო. Fizzy Georgia, ეს არის აპარატი, რომლის საშუალებითაც ვგაზავთ წამებში წყალს და ვურევთ соусებს და ვიღებთ სახლში დამზადებულ ძალიან გემრიელ ლიმონადს. Fizzy ესე შეგიძლიათ ჩაწეროთ Facebook-ზე და ესე შეგიძლიათ გამოიწეროთ, მოგიტანონ სახლში და ასე შემდეგ. 35-მდე სახის არომატი აქვს ზოგადად და რასაც გსურთ, იმას შეიძენ და ამასაც მოგიტანენ სახლში. შენ თვითონ ამზადებ პრაქტიკულად შენი სასურველი არომატის გაზიან სასმელს? კი, სახლში ამზადებ და ძალიან გასართობი და სანახაობრივია. ვაუ. მეორე ეს არის ბომბარი, პრემიუმ ხარისხის დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები, დაბალი კალორიები, დაბალი შაქარი და ეხლა როცა გინდა რომ გემრიელად მიირთვა რაღაც ტკბილეულობა, ამას ავირჩევთ ჩემი სინდის მარშეგაწუხოს კი. არ დაგადგეს. ნამდვილად ყელზე არ დაგადგეს და ფაფინა ფინეთში გაზრდილი შვრია დამზადებული საქართველოში. შვრიაზე ზოგადად ცნობილია რომ შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს, ბეჯგუფის ვიტამინებს, ასევე ძალიან კარგია კუჭისთვის, დიეტისთვის, საუზმეზე ხშირად მიირთმევენ ხოლმე და მე ძალიან მიყვარს, ოდესაც შეურევ ხოლმე რაღაცა ერთად ხილს დავამატებ, მურაბას. საყვარელი საუზმეა. ხო და მაინტერესებდა შენზეც რომ მიირთმევ თუ არა ფაფას და აქვე დავამატებ რომ 5 სახეობის ფაფინა არსებობს და GPS-ისა და PSP-ს აფთიაქებში შეგიძლია შეიძინო. საყვარელია. ხო, ფაფინა და ესე იგი სიტყვა უკვე. კი, ესე იგი შენც შვრიას ხშირად მიირთმევ. კი, როგორც ვიცი, მისი სასარგებლო თვისებები დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის დამუშავებული თვითონ შვრიის ფანტელი სასურველია, რომ იყოს მთლიანი ან დაქუცმაცების გარეშე. და ისე კი არის ჩემი საყვარელი საუზმე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ბევრი დროის დახარჯვა საჭმლის მომზადებაზე. ამიტომ უცებ და სხარტად ხდება ეს ამბავი და თან არ მბეზრდება, იმიტომ რომ შეგიძლია ყოველდღიურად რაღაცა სხვადასხვა რაღაც ამატო, ხილი იქნება ეს თქვათ ნუში, თხილი, უცებ რაღაცა ბანანი ჩააჭრა და ხო, მიყვარს გემრიელიც არის და თან ესე სწრაფად ხდება ეს ამბავი რა. თან დილით, აი მე ძალიან მიყვარს დილით, აი ესეთი რაღაცების ჭამა რა, აი თუნდაც ფაფა თუ არა, აი ყავა და რამე ტკბილეული. ხანახა დილით ხო არის, აი ომლეტს იმზადებენ, ან რაღაც სადილობენ საუზმეს. არა, მე შემელია ეს. კი. ხო და ამიტომ ესეთი რაღაცები ძალიან კარგია რა. ხო და ეხა საერთოდ რაღაცა ისე ვარ, ანუ დღეში ორჯერ ვიყვებები მხოლოდ და ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია ეს, რომ საუზმე თუ არ გამომრჩა, უბრალოდ ხანდახან მემართება ის, რომ ძალიან გვიან გამომდის ეს საუზმე, მაგრამ აი საუზმე თუ არ გამომრჩა და ნორმალურად ასე ვთქვათ, გამოვიკვებე. ხო. ოღონდ არ გულისხმობ აქ მართლა ესეთ სადილე ჩანახი თუ რაღაცა დილოს. საშნელება. არა, და მერე ვთქვათ, აი ხა კარგ დროს მოგვიწევს. ეხლა უკვე მოშიებული ვარ. და აი ბოლო კვება თუ არის 5-ზე და 6-ზე, ესეც ჩემთვის იდეალურია. ხო, ეს რაღაცა 18 საათიანი დიეტას რო ეძახიან დაახლოებით ეგეთიც არის, ხო? ესე გამოდის რა. მე საერთოდ მშრალ ფასტინგსაც ვაკეთებ ხოლმე, როდესაც 24 საათის განმავლობაში გამეკეთები უწყლოდაც. რა? ხო, და თავიდან რაღაცა ის იყო Mission Impossible მეგონა, რომ აი რანაირად თუ რაღაცა. ცუდად არ გახდი აი მაგ დროს? არა. მართლა? იმიტომ რომ გაანალიზებული გაქვს რატო აკეთებ და იმდენად სასარგებლო არის ორგანიზმისთვის, რომ გადავიდეს ამ წმენდის თვითწმენდის ფუნქციაზე და რეჟიმზე, მაშინ როცა შენ იმიტომ სულ აწუდის აკვებს და სულ თავის პირველად დანიშნულებას ასრულებს, ამის ვერ იცვლის რა.
და გავაკეთე ეს რამდენჯერმე სხვათა შორის, ნუ მე ხა ესე რაღაცა ესე ცალსახად და უაპელაციოდ არ გავცემდი მაინც რეკომენდაციას, იმიტომ რომ ყველას ორგანიზმი რა თქმა უნდა. მაინც ინდივიდუალურია და უნდა მოусმინო შენს თავს და რაღაცა ესე ფრთხილად უნდა ცადო რა, იმიტომ რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა როგორც ვიცი, რომ აი როგორ შეხვალ და როგორ გამოხვალ რა ამ პროცესში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ მაგალითად პირველი კვება როცა გააკეთებ ამ 24 საათს რა და ნუ შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს, მაგრამ როგორც ვიცი, აი ამ რაოდენობის საათების შემთხვევაში აი ძალიან ისეთი ღრმა წმენდა მიდის ორგანიზმში და ამის მერე არ არის სასურველი რომ ეხლა შენ პირველი კვება იყოს მართლა ეს რა ქვია რაღაცა უპატი თუ რაღაც ხო, მართალია. წყალი რაღაცა ისე ძალიან ფრთხილად უნდა და ძალიან უმწონს ხოლმე ეს პროცესი და არა მარტო იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის კარგია რა, თუმცა ეგეც ძალიან დიდი мотиваცია, იმიტომ რომ მეც მეგონა რომ ძალიან გამიჭირდებოდა და აი პირიქით მინდა გითხრა, ხანდახან ხო არის რომ აი რაღაცა მშიერი თუ ხარ და ვერ შეჭამე, რაღაცა თავი აღწევდება, რაღაცა ისე ხარ, ხო არის თავის ვერ იძინებ რაღაცა აი ერთხელაც კი არ ყოფილა იგი, იმიტომ რომ რაღაცა გაანალიზებულად იცი ამას რისთვის აკეთებ რა და აი მაშინ კი არ გადადის ეს ტანჯვაში. და გარდა ამისა, მე რაც აი ყველაზე მაგარი შეგრძნება არის ამის მერე რომ აი მეორე დღეს რომ ანუ ამ საათებს აი იმდენად სხვანაირი დამოკიდებულება გიჩნდება მერე რა თვითონ საკვების მიმართ რაღაც ესეთი მადლიერებით მიირთმევ ყველაზე მაგრამ აი ვაშლსაც კი სხვა გემო აქვს სტაფილოსაც სხვა გემო აქვს და აი რაღაც რომ მიირთმევ აი აფასებ ამას რა მადლიერებად და ხო ანუ ეს რაღაცა სხვა მდგომარეობასაც მოკლედ შენში აღვიძებს და კარგია ეს. ხო და გამოვიჩინოთ ახლა ჩვენს მადლიერება, არ გაგვიცივდეს ჩვენი საჭმელი. ასე უნდა გამოვიჩინოთ მადლიერება. ასე უნდა გამოვიჩინოთ მადლიერება. უკვე მოვიდა, თუ შეიძლება რომ მოგვაწოდოთ საჭმელი სტუდიაში. მადლობა. მოკლედ მეგრულმა სახლმა გამოგვიგზავნა ღომი ყველი და გებჟალია. რაც ერთმანეთს ძალიან უხდებათ. მეგრული სახლი მდებარეობს გამსახურდია 62 ნომერში, მშალხითთან და წინაზეც გამოგვიგზავნა, კი, წინაზეც გამოგვიგზავნა და აი იყო უგემრიელესი, ოღონდ გამოგვიგზავნა ჭადი ყველი და ის რა ქვია, ქართული სალათა იყო, ოღონდ ეგ ქართული სალათა იყო. ალბათ კიტრის და პომიდორის კარგად შეკმას. არა, თან იყო ქართული სალათა ქვია, მაგრამ აი რაღაც соуსში ჩადებული არის და თავის ჯონჯოლით, ასევე ყველით შიგნით და ანუ მართლა ვყმუოდით. ნინი ყავდა ბადურაშვილი. აი მართლა ვყმუოდი. აბა გადაიღე. აუ ძალიან კარგი. მე დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან გებრიელი იქნება. არა, ყველა ვარიანტი გემრიელი. მე სხვაჩერს ძალიან უპრეტენზიო მჭამელი ვარ. ხო. ოღონდ მე ნუ გამაგეცებინებ და რასაც გინდა, დამიდე შევჭამ, მაგრამ ნუ ამას ეთყობა რომ კარგია. კიდევ კაი რომ არ ვჭამე. ხო, არა, აქ ვინც მოდის ყველასონები არ ჭამოთ. აუ. პიტნა და ეს რა. კაია, მოიცაბა ხა მე. ხოდან კაია. ანუ მეგრული სახლი რას მიკეთებს ყოველ გამოგზავნაზე მე არ ვიცი. მართლა გემოების თამაშია. კაია. ძალიან მაგარია მართლა, აი განსაკუთრებით ვისაც უყვარს ღომი ყველი. ხო. აი ძალიან. შოკია. მადლობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილები ვართ მოკლედ. ისევ გამოვიდა მეგრულსაც ჩვენი გაგიჟება. ისევ. ხო და აქ ნახე, ხა ორი соуსი არის. ფორთოხალი და ფეიხო. შენ რომელი გიყვარს? გაზიანი უნდა იყოს ხო? ფორთოხალი და ფეიხო. ფორთოხალი იყოს. კაი. ეხლა შენ უნდა დაგამზადებინო ოღონდ. მე თვითონ შემონახა, ახლა დამიჯო, ამოძარგა. ამალა. კაი. მითხარ. შენ უნდა გააკეთო ესეთი რაღაც. ერთხელ კარგად ჩააჭირე, არა უშვა. მე ფორთოხალი ზოგადად უფრო მიყვარს ხოლმე. ხო. კაი, ახლა ეს უნდა ჩავასხათ? არა, მოიცა. მე ვასხამთ წყალს, დაგაზულს. ოკეი, კარგი. მოიცა.
აი ეს ხმა მიყვარს. აი გამოუშვათ. Dankeschön. არ გადმოხვიდე. Good. კაია ხო? ძალიან კაია. მე თქვენის ნებართვით მიირთვით განაგზეთ შენ გამოუჩვი რა კითხვები გაგა. ხო და წეგან ფასტინგზე რო ლაპარაკობდით, მინდოდა მეთქვა, რომ გეცოდინება ალბათ, რომ ეს ფასტინგი თურმე გამოუგონიათ სიმსივნის მქონე ადამიანები. ბევრი აგეთი кейსიც არსებობს, კი? რომ ბაგ დროს ეს ცუდი უჯრედები ხდება, ხო და მე თან აღმოჩნდა, რომ კი ბატონო. წონაში წაკლებს ადამიანს გარდა იმისა, რომ ხო, ძალიან მსუბუქად ხარ ახლა. ისედაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ამბავში ყველა ვარიანტი ჯობია, რომ დაძინებამდე რამდენიმე ანუ არ ჭამო, ხო, ძილამდე რაღაცა ჭამო და დაიძინო, არ არის კარგი და. აუ, მართლა ღორობა. და თან სხვა შორის აი ძილის თუ რაღაც დიდი ხანი რა დატესტე ესეთი განრიგი რა შენი ცხოვრების ასე ვთქვათ წესი. აი მე ხვდები, ოღონდ ეხა ეს არ არის რა 2 და 3 დღეში ვერ მიხვდები მაგას. მაგრამ აი თუ რაღაც პერიოდი დიდხანს ამას გააკეთებ რა გებჟალია მჭირდება მეც. კი. თუ ამას დიდხანს გააკეთებ. მე ნახე აი ყველაფერს ძალიან ბევრ ამაზე ატყობ რა, თვითონ ძილის ხარისხზეც აისახება ეგ რა. ოღონდ მანამდე ამას ვერ ხვდები, რომ განამდე ისე ხარ რა, გაყუჩებული ხარ კომფორტის ზონაში და გონია რომ აუ და ხანდახან იცი რა არ მომწონს ხოლმე რომ მიფიქრია რომ რა მინდა რომ შევჭამო და ხანდახან ადამიანი ისე არის მართლა გაღორებული რომ აი არის თითქოს არ გინდა მაგრამ ხო და თითქოს აუ ჩამოთვლა ის მინდა არა ის არ მინდა ის არ მინდა ის არ მინდა და მე იძახებ მე იძახებ ზუსტად ეგ ხო კი იმდროს იმდროში არ გშია რა просто რაღაცა ის კიდე გართობა და ჩვევის მომენტი ხო ეს კაია ამასაც აქ თავისი მუღამი რა ფილმს რო ჩაუჯდები და აუ ხო მაგრამ ბევრჯერ მithქვა სამბოლოო დროს რაღაც ფილმის პარალელურად ვეღარ ჭამ ხოლმე თქო ყურადღება გეფანტება ხო თითქოს რაღაცა აუ კიდე სხვა ჯერ შეიძლება უფრო მეტიც ჭამო რა ხო და აი ჩემთან რო ერთობი და მიდის ისე yes მოკლედ შენ თქვი რომ ესე აღარ ჩანდი ისედაც დიდხანს და შენც თქვი რომ რაღაცა ეხა ბოლო პერიოდშიო გამოჩდინელნელაო და მაყარიან კი მიხედეთ საქმეს ხო და აი რატო გადაწყვიტე ასე ვთქვა ან რა შვებოდი ეს პერიოდი ან რატო გადაწყვიტე ისე კლავ რომ რაღაცა პაუზა გქონდა რა უბრალოდ თუ რაღაც ერთად დამირეკეთ და რაღაც არ ვიფიქრე და მეთქი ოკეი. ხო. მაშინ აი მას შემდეგ რაც აი იმედიდან წამოხვედი და რაღაცა ვნახე რომ კონტენტს აკეთებ სოციალში, რაღაცა ფილმების ამონარიდებიდან, ხო, შენებურ ვერსიას და ძალიან მომწონს ხათა შორის და მომიყევი აი ამაზე თქვათ როდის გადაწყვიტე, შენით იღებ თუ არა და აი როგორ აკეთებ? ოკეი. ხო, მაგაზე ეს კითხვა ზოგადად რა რაღაცა რატო არ ჩანხარ რაღაცა წავიდე, სად დაიკარგე? კი არ დავიკარგე, ძალიან კარგად ვარ რა. ხმერს პაკაგად გამოყო. ხო, და ხო მე რაღაც ხან სასული ვიყავი. და მე რაღაც იქიდან ძალიან გადახალისებულ, დარეფრეშებული დავბრუნდი და მომყვება ეხა ეს ენერგია და ეხა მე კიდე წავალ და ესე შევავსებ ხოლმე რა ასე ვთქვათ ამ რაღაცა ენერგიებს და ხო რა ვიცი ის არის რაც უბრალოდ სიამოვნებს და სიმართლე გითხრათ ჩემ თავისთვის უფრო ვაკეთებ ვიდრე იმისთვის რომ ვიღაცამ გარედან დამიდასტუროს რამე უბრალოდ ხო რაღაცა სისტემატიური ხასიათი რომ მიმეცა და რაღაც არ ხო ხდები რაღაც მაშინ მომექცია რა სტრუქტურაში ამიტომ ავტვირთე უფრო ვიდრე ვთქვათ რაღაცა ხო და ნუ ჩემ თავთან რა ის მქონოდა რომ რაღაცა აი შემენარჩუნებინა ამისთვის რაღაცა ისეთ სისტემატიური ხასიათი და წასულიც ამ მიმართულებით ვიყავი სასწავლებლად რამდენიმე თვე და კაცო გადაღებები მქონდა და ეთყობა რაღაცა იმის
იმ გამოყოლილში თავის თავად იშვა იდეა, რომ ეს გადამეგრძელებინა რაღაცა ეგეთში რა. სად იყავი წასული? მე ვიყავი იტალიაში ვიყავი წასული და ნიუ-იორკ ფილმ აკადემიაში მქონდა რაღაც კურსი, სადაც ძალიან მაგარია ნიუ-იორკ ფილმ აკადემია. ძალიან კარგი ხო. ძალიან კარგი იყო. და მან როგორ არის რამე შეგიძლია დაფინანსებაც აიღო თუ პირშეულებრივად ავიღე. და სხვა შორის აი ეგ იყო ძალიან კარგი შეხსენება სამყაროსგან რომ არ უნდა დაგავიწყოს რომ ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ საერთოდ აი რომ ნუ ეგ ისტორია ცალკე ამბავი იყო რომ ანუ რამდენჯერ დავიწყე ამ აპლიკაციის შევსება და გავწყვიტე აი იმიტომ რომ რავი ტელეფონმა დარეკა ან ვიღაც მოვიდა ან აი რავი რაღაცა ჩაიდანმა დაუსტვინა აბუღდა თუ აი რაღაცა ხო ხდები და აი ვერ აი სულ რაღაცა იყო რა ხო და მე რაღაც ერთ ჩვეულებრივ დღეს მეთქი ისე რა ეხა უნდა შევავსო რაღაცა ნახოთ რა იქნება და რო შევავსე სრულიად შემთხვევით რომ მანამდე არც მქონდა შემჩნეული ეგ გრაფა რა და აღმოაჩინე რომ იყო რაღაცა სკოლარშიპის ამბავი გათვალისწინებული და მაგაზეც მეთქი აუ კაი ეხა მეთქი რა იმდენი ხალხია დასაფინანსებელი და რა ვიცი მოზამბიკი და რა ვიცი ეხა ხო ხდები ანუ პრიორიტეტების ამბავში რომ მეთქი შანსი არ არის თქვენ მომცემენ თქო და შევავსე რა აი ეს უბრალოდ აი ყველაფერი მოვიყავი ერთ-ერთი აი რა მე ველოდი უკვე რა იქიდან მეტყოდა რომ აი ბჟენა და პირაჩი რა ხდება თუ რაღაცა იმიტომ რომ აი რა უნდა შეგეცო ჰელო შენ შესახებ ყველაფერი ხო რა ანუ რატომ გჭირდებოდა დაფინანსება ალბათ ეს უნდა მოვუყევი საერთოდ რატომ მინდოდა წასვლა და ასე შემდეგ რა საიდან ხარ როგორ რა ბექგრაუნდით ასე შემდეგ და ძალიან უცნაური იყო ეგ შეგრძნება, იმიტომ რომ ზუსტად 5 წუთში მოვიდა მეილი რაღაცა იმების ამოფრქვევით, რომ თქვენო დაგიფინანსდათო რა. ნუ ეს არ იყო ძალიან დიდი თანხა, მაგრამ რა ხელა ის არის. ხო, ეს იყო ძალიან კარგი დამთხოვა, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ძალიან ბევრი წელი მინდოდა ეგ განმახორციელებინა და სულ რაღაცა მაფერხებდა, ანუ ან იმდენად აქტიურად მუშაობდი და ჩართული ვიყავი ამ ყოველდღიურ, ასე ვთქვათ, რუტინაში, რომ ანუ ფინანსური შესაძლებლობა იყო და დრო არ იყო, ან დრო იყო და მე ფინანსური შესაძლებლობა არ მოკლედ როგორც ხდება ხოლმე რა. და მოკლედ მე რაღაცა ყველაფერი ისე კარგად დაჭდა და ხო და ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ მომივიდა ეგრევე მეილი, რომ Dear Ekaterine, ვიხარია რომ ხო და მე მოკლედ ესე რა ძალიან кайიყო. და რამდენი ხანი იყო ეს? 2 თვე რა, ცოტა მეტი. და 2 თვის მერე ჩამოხვედი. 2 თვის მერე ჩამოვედი. და მე საზოგადოება მიხილა თან პარალელურად ეს შენი კონტენტის ვიდეოები რა. ხო, ნუ ეს გავიგე როგორც თქვი, შენ არაფერი არ არის. ძალიან საინტერესოა, ძალიან ლამაზია. სხვა რაღაცების გადაღება და სხვა რაღაცებზე მუშაობ რომ მიდიოდა რა თქმა უნდა რა. უბრალოდ ეს შეიძლება რომ თავისთავად რაღაცა თავისთავად რაშიც ვიყავი და როგორც ვიყავი, უბრალოდ იმის ასე ვთქვათ გაგრძელება და გამოხატულება იყო და ზოგადად ეგ მიმართულება იყო ყოველთვის და არის ჩემში. და ესე გავიგე რომ შენ თუ აკეთებდი, მაგრამ არავინ არ გამოგხმაურებია, აი რაც კომპანია შეთავაზება რაღაცა. კომპანიებთან მე ისედაც მაქვს ხოლმე რაღაცა შემოვლები დრო და დრო ასე რომ მაგ მხრივ ხო ეგ ხარ ყოფილა იმათვისაც ახალი და დრო და დრო სულ მაქვს რაღაცა კოლაბორაციები ასე ვთქვათ რა კომპანიებთან. მაგრამ აი მანდაც ძალიან ისე ფრთხილად თანამშრომლობ, იმიტომ რომ რას ვარეკლამებ და რას ვამბობ, ეგეც ჩემთვის მნიშვნელოვანია რა. რა თქმა უნდა. ხო. ეხა მაშინ შენ რახან ჩამოხვედი, აი რა საქმეა რო მაგალითად და აი შენ სამსახური. რავი, აი ძალიან გემრიელ ღომს მივირთმევ ახლა. აი კომპანიებთან თანამშრომლობა, ანუ ეს არის ეხა რასაც აკეთებ, ხო? კი. რაღაც პერიოდი იყო რადიოში ვიყავი რაღაცა 1 წელი. მერე წავედი პრინციპში. და ხო, ეხა 2 თვეა რაც ჩამოვედი და ვცდილობ რომ აი იმდენად მაგარი არის ესე ცხოვრება, როცა რაღაცა აი იმდენი წელი ვიყავი ამ ფერხულში, რაღაც ჩაბმული ამ რუტინაში და სუსიჩქარეში, რომ შოქში ვარ. კაი რა. შოქში ვარ ისე მომწონს.
ჩემი ესეთი ცხოვრება და აი როგორია ხა შენი ცხოვრება, აი რა გადააფასე მაშინ, აი გავიგე რომ ამბობ რომ ფერხულში იყავი, გავიგე რომ რაღაცა რეჟიმი ქონდა, აი რაღაც ფსიქოლოგიური დონეზე რომ წავიდეთ და აი როგორც აი ადამიანის ცხოვრება, აი რა შეიცვალა შენში და რა დაინახე, რასაც ვერ ხედავდი. შეიძლება ამას ხედავდი უკვე იმ პროცესში. ამას დიდი ხანი ვიყავი მაგის დაკვირვების პროცესში და გაცნობიერების, მაგრამ გაცნობიერება ერთია და ის რომ ქმედითად რაღაც ნაბიჯები გადადგა, ეგ მეორეა რა. და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ეტაპი, თორე ხა ის რომ გაგების დონეზე გავიგე თუ რაღაცა, ოკეი, მაგრამ so what. ხო, ეგრე ვთქვათ, შეიძლება გადავწყვიტო ვივარჯიშო, მაგრამ სანამ არ დავიწყო ვარჯიშ, შედეგი არ მექნება. ხო. და მაგას ის ჭირდება რა, რაღაცა საკუთარ თავთან სითამამე და გადაწყვეტილება რა, რომ ანჭრი ამ ძაფებს, იმიტომ რომ ეს რაღაცა სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ ვაშენებთ და აგურ და მეც ესე შევქმენი, ძალიან დიდი შრომის და მრავალწლიანი ძალიან ბევრი უძილო ღამეების და დილების და ასე შემდეგ, მერე ეგ უნდა რა ვიღაც ხვდება, ვიღაც არ ხვდება, ანუ ვიღაც გამოს, ვიღაც არ გამოსდის, მაგრამ მოკლედ სადღაც ეგ შენ რაც ააშენე გაქცევს რაღაცა ტყვეობაში და ხდები ამის მძევალი და აი ეგ უნდა ჩემი აზრით უნდა გადატეხო რა, იმიტომ რომ რაღაცა სადღაც უნდა გადაჭრა, რომ ახლიდან გააბა რაღაც ახალი ძაფები და მე ისედაც მჭირდებოდა და ნუ ამას მერე ძალიან ბევრი სხვა მიზეზი და ფაქტორიც დაემატა, რამაც მერე საბოლოოდ ეგ გადაწყვეტილება მოიტანა რა. ხო, და აი როგორ გაგრძელდა, აი რა იპოვე, რა სიმშვიდე, რა ვიცი, პროჰარმონია საკუთარ თავთან. რაც არასდროს არაფერში არ უნდა გაცვალო რა. ანუ აი ეს რა თქმა უნდა ყველას ახლა ჩვენ გვიწევს დათმობებზეც წასვლას, ესე არ არის რა, ეხა ლამაზად ჟღერს, მაგრამ გასაგებია ყველას რაღაც პასუხისმგებლობები გვაქვს, არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც პასუხისმგებლობა არ აქვს რაღაცის ან ვიღაცის მიმართ. მაგრამ ხო რა, აი მაინც უნდა ალბათ შენ თავთან თავარ კომპრომისებზე შენ თავთან არ უნდა წახვიდე რა, ეგ შეგაწუხებს რა. რაღაცა ის რაც შიგნიდან რაღაცა დისკომფორტში გაგდებს და მუდმივად აი ამ რაღაცა იმაში ხარ რა, უნდა მოусმინო რა ვიცი შენ თავს რა. ხო, შენ თითქოს შთაბეჭდილება დამჭირო რაღაცას მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის საქმეში იყავი, შენ საქმეში ჩართული, რაღაცას ეძებდი და უკმაყოფილო იყავი, კი არ იყავი შენი ცხოვრებით, მაგრამ აი რაღაცა გაკლდა თითქოს, ხო? მე ძალიან მადლობელი და კმაყოფილი ვარ იმ პერიოდით, ძალიან ბევრი რაღაცა მოიტანა ამან თავისი დადებითი, ძალიან ბევრი უნარი, ძალიან ბევრი რაღაცა რა, აი რა ვიცი ხა დღემდე. ამას მე ძალიან გწნობ ხალხისგან და ადამიანებისგან. და მადლობელი ვარ ამისთვის. დაუჯერებელიც კი ახლა ხანდახან რომ საიდან ახლოს რაღაც მოკლედ აი ძალიან ხშირად გრძნობ ამას ადამიანებისგან, სრულიად უცხო ადამიანებისგან და ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ ხო, ნუ რაღაცა ვიგრძნობდი, რომ მოკლედ რაღაცა მოვწურე იმ ეტაპზე და ეს დისკომფორტს მიქმნიდა რა. და მინდოდა რომ აი ეს აშკარად გრძნობდი შიგნიდან, რომ რაღაცა ეს დასახური იყო ეს გვერდი რა. ეს არის და ეს თორემე ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრი რამით რაც იმ წლებში იყო და ძალიან ბევრი კარგი რაღაცა მოხდა. აი შენ რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც აი თუნდაც ფიქრობენ, რომ რაღაცა ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა? ყოველთვის უნდა გადადგა. ეგ ანუ
მაგ ნაბიჯების გადადგმა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცასთან გიწევს შერკინება რა. გარემო სოციუმს რო თავი დაანება, რომელიც ყოველთვის გეკაჩება იქით და იმ მიმართულებით, საიდაც უმეტესობა და მასა მიდის, არავის არ მოწონს, როცა შენ რაღაცა სხვა დინების საპირისპიროდ ირჩევ რა. აუცილებლად შენი რეალური გულშემატკივრებიც და არარეალური გულშემატკივრებიც, უბრალოდ საირის მაყურებლებიც გამოჩნდებიან და გეტყვიან, რომ და მე რა იქნება. მე რას ვაპირებ? არა რო არ მოდი რა, შენ თავს მოусმინე და ყოველთვის ჯობს არ გამოგივიდეს რაღაცა, მაგრამ იცოდე რომ ცადე რა. იმიტომ რომ აი ეგ, რა ვიცი, არც კი განვიხილავ, რომ ეგრე არ არის. ანუ არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თქვა ერთსა და იმავე ოთახში, ერთსა და იმავე კომპიუტერთან, ერთსა და იმავე კოლეგასთან რაღაცას აკეთებს 20 წელი, 15 ის არ მჯერა, რომ აი ისევ რაღაცა ისევ ისეთი პროდუქტიული, ისევ ისეთი ანთებული, მიუხედავად ისა, რომ მე სხვა შორის ძალიან სტაბილური ადამიანი ვარ ეგეთ რაღაცებში რა, ანუ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს ადვილად, ანუ ყველა სამსახური ჩემი რაც ყოფილა ყველგან ისე, ანუ ძალიან ვეჩვევი იმ გარემოს, იმ ადამიანებს ძალიან ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებ და ასე შემდეგ რა. ეს ნიშანი არსებობს. კი. მაგრამ ანუ ყოველთვის რაღაცა აი განვითარება და სიახლე და რაღაცა ახალი გამოწვევა აი აუცილებელია რა. ყოველთვის ჩემთვის, ანუ მე მჭირდება. ხვდი? აი მე აი კვდები რა. ხო. აი ძალიან მჭირდება. ანუ ეს ეხა შეიძლება რაღაცა როგორ გითხრა, ეს სიახლე ანუ ყოველთვის რაღაცა სხვადასხვა რამესთან ასოცირდება რა. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რაღაცა ისე პროფესიასთან კავშირში, შეიძლება ვიღაცისთვის იყოს, არ ვიცი, რა ვიცი, ნებისმიერი, მაგრამ შეიძლება ძალიან პატარა რაღაცა ცვლილება იყოს, მაგრამ ის შენ გჭირდება რა. კი. ანუ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის აი რაღაცა ბოლო პერიოდში ბედნიერების მომტანი არის რაღაცა ისეთი პატარ-პატარა გამარჯვებები და რაღაც პატარ-პატარა ბრძოლები შინაგანი, რომელიც შეიძლება სხვამ საერთოდ არ იცოდეს. ორივეს ერთად რატო გვირეკავს ტელეფონი მითხრა. მე ერთხელ მომივიდა რაღაცა notification. ხო, ეგ ძალიან კაია. ამიტომ ვისთვის რა არის რა, ეხა ეს სიახლე რა. შეიძლება იმ მომენტში არც იცოდე ზუსტად რა. ეგეც ოკეია რა. ანუ მეც მაგაზე მუშაობ ჩემს თავთან, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ყველა კითხვაზე პასუხი გქონდეს რა. ანუ გზის დასაწყისში არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი იყოს ესე გაპრიალებული და დაალაგებული. ანუ ოკეი არის თუ არ იცი ზუსტად დღეს რაღაცა ამ ცვლილებებს რა მოყვება ზუსტად და ამის ვიზუალიზაციას რაღაცა ეს ერთ-ერთი ვერ არა უშავს, ანუ რა ვიცი, აი არის ეგეთი გამოთქმაც, რუმის შესანიშნავი, ვად ნათქვამ ნაბრძანებ დაწერილ ჩუქურთმებული, რომ როცა შედგები გზაზე, ის გზა თვითონ გამოჩნდება, რა. მთავარია რომ ამ გზაზე შედგე და ხა შენ თუ აი და რა ქვია, ეხა მართლა არ გინდა თითის განწრება. ესე ვერცვერფერი ვერ მოხდება. ხო. კიდევ ხო. ეს არის ძალიან ინდივიდუალური რა. ვიღაცას ეს უქმნის დისკომფორტს, ვიღაცას არ უქმნის. კი. შენ რადიო ახსენე და ქალების რადიოში იყავი ბოლოს როგორც მახსოვს, გადაცემას ერქვა, მე მგონი ესაუბრე მეს, ხო? აი საინტერესოა შენ რას ესაუბრები ხოლმე საკუთარ თავს? შენ რას იტყოდი, შენ რო იყო შენი გადაცემის, რასაც მოყვები, შენ რო იყო შენი გადაცემის სტუმარი, რაც მიყავდა რა. აი რას იტყოდი, რას გვეტყოდი? მე აი მე ხა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, მაკეთკენ წავიყვანდი რა ალბათ, რომ მოძრაობა სულ რაღაცა ახალი, რაღაცა ინტერესი, ახალი რაღაცა გეგმა, ახალი მიზანი, ოცნება, აი ეს რაღაცები არ უნდა ძალიან ხშირად გვავიწყებს ჩვენ ამ მომენტებს რუტინა, პასუხისმგებლობები, ამ ბევრი რაღაცა რა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეგ სხივი მოკლედ ჩვენ თავს არ უნდა მოვაკლოთ რა. პატარ-პატარა თუნდაც რა, იმიტომ რომ მე მგონია რომ
გონია რომ შენც უფრო სავსე ხარ და ის ადამიანებიც რომლებიც შენთან ურთიერთობენ იმათთვისაც უფრო მეტი რაღაც გაქვს მისაცემი და გასაცემი რა ხო უფრო ბედნიერი ხარ შენც და მე აუცილებლად ამიტომ აი ახალი რაღაცა სიახლეები და რაღაცა ინტერესები ყოველ შემთხვევაში ჩემთან ესე მუშაობს. ხო და ანუ შენ თავს ესაუბრები ხოლმე. აი რთულ სიტუაციებში დახმარებია აი შენ თავთან საუბარი, აი ელაპარაკები ხოლმე რომ აი კაცო მაგას გაუგიჟები ვარ კიდევაც და დაუმწყნარები ვარ კიდეც, რა ვიცი, ახლა გააჩნია რა საით. არა, ვიღაცა რატო გეკითხებით, ვიღაცა ხო არის რომ აი მაგ დროს საერთოდ საკუთარი თავი არც ახსოვს და რაღაცა და აი სხვას უნდა ელაპარაკოს და რაღაცა. აი მე მაგ კუთხით გეუბნები, აი შენი თავი რამდენი, ანუ რას ესაუბრები ხოლმე ზოგადად, აი ახლა რას ელაპარაკებით ხო კი არ მაგ კუთხით აი ცოტა გადატანით მნიშვნელობა. ხო, ანუ კი, მაგრამ აი რამდენად შენ კი, მე მიყვარს და მე საერთოდ მიყვარს თან ეს რა ქვია სიმარტოვე ვერ გეტყვი რომ ძალიან სულ მჭირდება. ანუ აი არიან ადამიანები რომელსაც ნონ-სტოპ ჭირდებათ რა ეს ენერგია და ძალა წყარო რაღაცა გარედან უნდა მიიღონ რა და ჩემთვის ესე არ არის. ანუ რა თქმა უნდა არის რაღაც დღეები როცა ვიცი კი მეგობრებიც ყველაფერის, მაგრამ მე მიყვარს ეგ პროცესი, რასაც ქვია, რაღაცა საკუთარ თავთან ყოფნა, რაღაცა წაკითხვა, ფილმის ყურება, რაღაცის გაანალიზება, დაკვირვება, სიწნარეს იჩუმე. ესე არ ვარ, რომ აი სულ სოციალიზაცია მინდა და მწყურია, სულ მუდმივად არ არის ესე რა. არა, ძალიან ხშირად არის მე მიყვარს მოკლედ რა. მიყვარს. სახლში ყოფნა მიყვარს. ჩემი სიმყუდროვა, ჩემი სივრცე. ხო, თან რა ვიცი, აი არ ვიწყენ, ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე. ამბობენ ხოლმე ადამიანები ჩემი მეგობრებსაც უთქვამთ, რომ რა გამაჩერებს სახლში რაღაცა მიყოლები და აი მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცა სულ პოულობ გასართობს. რა გამოლებს ხო? ეგ რაღაცა შემიძლია, მასთან ძალიან შორს ხო არ არა, მეგონი. ხო, ანუ სულ არის რაღაცა, რა ვიცი, ანუ მომინდება რომ რაღაცა ავაწყო რაღაცა სიმღერა დავაწყო, რაღაცა გავარჩიო, აკორდები გავხსნი, ინსტრუმენტს, რაღაცას უყურებ, რაღაცა შევხედავ, რაღაც წავიკითხავ რა. ხო. ძალიან მაგარია და მართლა მეც ვერ ხვდები ხოლმე ადამიანებს რატო ჭირდებათ მაინც და მაინც ეს. მაგრამ ნუ ხო ხვდები ხა ყველა ადამიანი. ყველა სხვადასხვანაირი არის, ისინი ივსება, ხო, ისინი ივსება. ან შეიძლება მეორე მომენტი იყოს ისიც, რომ შეიძლება ვიღაცა რაღაცას გაურბის ამით ასე რა. იმიტომ რომ არ არის ხა ადვილი პროცესი ის რომ რაღაცა სიღრმეებში ჩახვიდე და რაღაცები ხო ხდები ეს გაგიჟებს შეიძლება გაკეკო და დაფიქრდე და რაღაც კითხვები დასვა რა თქმა უნდა ეგ რაღაცები მოდის ხა უფრო ამ პროცესში და სიმარტოვეში და ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაც გაქცევა და უფრო აი გარეთ გასვლა და რაღაცა ხმაურში ხო ხდები რაღაცა სხვა ატმოსფეროში შეიძლება ეს იყოს უფრო ვთქვათ შვება და თავშესაფარი ასე რომ You never know. ძალიან მრავალფეროვანია მართლა ეს ცხოვრება და ადამიანის საქციელებიც, იმიტომ რომ საერთოდ არიცი ხვალ რას გააკეთებ და ხვალ შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთო, რომ საერთოდ არ გეგონა მართლა. და რამდენჯერაც მithქვამს, რომ აი იმას არასდროს არ გავაკეთებ, თქო, ყოველთვის ეგრე მომხდარ, რომ მართლა იქამდე მივსულო, რომ გამიკეთებია. კი ბატონო, მეთქი რატო რა ხდება ეს მის მაინც და მაინც რომ ის არა უნდა გააკეთებინოს ალბათ, რომ რაღაცნაირად მიხვდე რაღაც ბევრ რამეს რა და ისე მეშინია ხოლმე იმას რომ და როგორ გავაკეთებ ხოლმე იცი აი ეხლა ესე ვფიქრობ დღეს და ხო თუ დამჭირდება ხვალ აუცილებლად გავაკეთებ იმიტომ რომ მართლა რამდენჯერაც ეგრე მithქვამს შენ მართლა ეგრე ყოფილა რა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირი რეაქცია გაქვს სხვადასხვანაირად აღიქვა და სხვადასხვანაირი ხარ შენ თვითონ ამიტომ ეგ ხა ძალიან ისეთ რადიკალურ რაღაცაზე თუ არ ვამბობთ მაგრამ იმაზე შეიძლება მოხდეს ესე. ყველაფერზე შეიძლება მოხდეს ესე. ეგრეა რა, და ანუ არ უნდა იფიქრო ეგრე სწორხაზოვნად, რომ აი ეს არასდროს, აი ზუსტად ეგ სცენარი დაგიტრიალდება რა. სადღაც და ამიტომ სხვისი მოსმენის დროსაც ეს რაღაცა ჯაჯინგი და მუდმივი ის რომ თუ რაღაცა ანუ აი ყოველთვის ეგეც რამდენჯერ ყოფილა ხო ეხლა ალბათ ყოველ ცხოვრებაში რომ ვიღაც რაღაცა ვიყვება და სადღაც მაინც სადღაც 0 რაღაცა კი არ გინდა რომ დაჯაჯო ნახე და რომ არ გინდა რომ განსაჯო მაგრამ სადღაც
შემოგეპარება და იცი შენ რომ ეს დაგემართა რა, მაგრამ მე შეიძლება ორი იმდენი სადღაც შენ შემოგთავაზეს ცხოვრება, ამიტომ ეგეც საერთოდ რა ქვია რა. სიფრთხილე გმართებს. ხო. აი შენ მსახიობიც რომ ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის ეს სხვადასხვა როლის მორგება და ეს ნიღბები და შენ ცხოვრებაში რამდენად ხშირად ყოფილა რომ სხვადასხვა ნიღაბი მოგირგია და იცი რა, ნიღბის მორგება, ანუ თუ გულისხმობთ აი ვთქვათ პროფესიულად ფუნქციების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეხა ტელევიზია რაღაცა სხვა სპეციფიკა არის, ვთქვათ თუ რაღაცას თამაშობ, ის სხვა სპეციფიკა არის. მე რაღაცა ამ წელს თეატრში მქონდა შესაძლებლობა, რომ რაღაცა მეთამაშა ლევანთან წულაძესთან და ანუ ყველგან ეს რაღაცა სხვადასხვა ისა, თითქოს მონათესავია და თითქოს რაღაცა სფერო მაინც ახლობელია, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა რა და ხანდახან ერთმანეთს ხელსაც კი უშლის და მაგრამ აი ისე ცხოვრებაში თუ მეკითხები რა აი არ შემილია ეგ რა ანუ აი ეს რაღაცა ნიღბის როგორ გითხრა რაღაცების და გამო არა ქონია მომენტი რომ უნდა რო გაგიკეთებინა ის ნიღაბი უფრო სხვანაირად რა თქმა უნდა მაგრამ ნუ არ მინდა რა იმიტომ მე ხო ვიცი რომ ტყუი არა ან მე ყოველთვის ამიტომ ყოველთვის ყველგან უფრო ნელა მივდივარ, მაგრამ მივდივარ იქ სადაც მინდა. ხო, და ირგვლივ რამდენად ხშირად ხდება ნიღაბ მორგებული ადამიანები? ამიტომ გეუბნები რომ სახში ვარ უფრო თქო. ამიტომ ხო. კი, რა თქმა უნდა, ხა ეს ყველგან არის რა. ხა შენ რაღაცა ან სიღრმეებს და რაღაცებს ხა ყველგან მოკლედ ყველას თავისი ამბავი აქვს რა. ნახე მე როგორ გეკითხები, რა თქმა უნდა, ხა მე ეხლა შენთან რო ვარ ისეთი, შეიძლება სახლში სხვანაირი ვარ, ჩემ დაქალთან სხვანაირი, მაგას ეხა ნიღაბს არ დავარქვა მაგას. არა. მე გეუბნები რომ აი ხო ბევრ რაღაცა მოხშირებულია ჩემი აზრით. ჩემთანაც რო იყო ისეთი როგორც შენ დაქალთან ხარ. ხო, არა, იცი რა, აი მაინც ვარ, მართლა მაგრამ აი ხო ხტები შეიძლება აი ის კიდევ უფრო სხვანაირად დიდი ხანი რო ხო ხტები, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი რომ აი ადამიანი რაღაც ხშირად ამ ბოლო დროს მოხშირებულია, რომ ცოტა მართლა ნიღაბ მორგებული ადამიანები რაღაც არიან თქო და ხო, არ შენი აზრი რა არის თქო, აი რატო არის ესე თქო და ნუ რა რატო არის ხა მას ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება გქონდეს მიზეზი, რა ვიცი, იმიტომ რომ რაღაცაში რაღაცა ინტერესი აქვს, იმიტომ რომ რაღაცას მე იქიდან რაღაცა იმ სიტუაციიდან მე რაღაცა სხვა არის, რა ქვია, მიზანი და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად რავი წრესაც კი და მეგობრებსაც კი რაღაცა ინტერესების და მიხედვით ირჩევენ. ხო? რავი, რატო არის ესე? აი, იმიტომ რომ რა ვიცი, ვიღაცისთვის რაღაც სხვა რამეა პრიორიტეტი რა. ანუ ოკეი არის რა. ხო. აი, ზოგი ესეა, ზოგი ისეა. ნუ ეგრეა და მორჩა, მაგრამ ნუ მე ჩემ შემთხვევაში ეგრე არ არის. ხო, არა ძალიან ის არის. კი, ან ჩემც ძალიან დროის კარგოა რა. აი ძალიან მაგრამ ვიღაცებს გამოსდით რატო იცი როგორ კარგად გამოსდით გონია რომ ნიჭიც არის რა საკვირველია ეს არის ეს მე არ ვამბობ რომ მაინც და მაინც მე კი არ ვარქმევ ხა სახელს რომ ცუდია კი არა ვიღაცას გამოსდის ეს და ნახე ვიღაცას არ ჭირდება ამაში რესურსის ჩადება რა და მე ანუ ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩავდო რომ ვიღაცას ის უთხრა რასაც არ ვფიქრობ და ანუ ვერც გავაკეთებ ამას რა ანუ ამის თქმა მინდა ანუ მე თუ არ ფიქრობ შენზე, ანუ შეიძლება არც ის გითხრა და არც ის გითხრა რა, ანუ არ გეტყვი რომ როგორ გიждდები შენზე. დაო. ხო, ზუსტად. ანუ არ გეტყვი, იმიტომ თუ ესე არ ფიქრობ, მაგრამ ხა თუ მიყვარხარ და რომ გეტყვი და არ დავიშურებ, მაგრამ ანუ აი ხო რა. მაგრამ ძალიან ხშირად ეს ურთიერთობები რაღაცა ზედაპირული, უმეტესად ხშირად არის რომ აი ზედაპირულობით შემოიფარგლება რა, უბრალოდ რაღაცა ივენთიდან ივენთამდე და სტორიდან სტორამდე რა. და მესმის ყველგან რაღაცა ის არის გასაწევი ალბათ კომპრომისი და რაღაცა ის მე მესმის ესეც მესმის უბრალოდ მე ვამბობ რომ ყველას თავისი არჩევანი აქვს თქო რა
შენ აი ჩეცდაში რომ თამაშობდი როგორ გაგიხარდა რომ ახსენე რა კარგია ჩეცდან ხარ რა თქმა უნდა ისეთ სერიალია რომელიც ნუ ეპოქალური ხო და ხურცილავას ცოლის და შეყვარებულის როლს რო თამაშობდი ეს გოგო არის ძალიან საყვარელი ძალიან მიაბიტი ძალიან აი ჯერა სულ საყვარელი არის არა რაღაც პერიოდში არისო რა თქმა უნდა მაგრამ ნუ უფრო ესეთი პერსონაჟია და შენ ხარ აი რეალობაში აი ესეთი ცოტა ესეთი მიამიტი ან ესეთი ხო რა ვიცი ეხა ჩემი ოჯახის წევრები გეტყოდნენ რომ ძალიან მიამიტი ვარ. მე კი სულ აპროტესტებ ხომ რატო მაგრამ ხო ძალიან ხშირად ამბობენ ამას ჩემზე რომ ვარ ძალიან ისეთი მიამიტი და ესეთი მიმდობი მამას გავდი როგორც ხვდები ამ მიმართულებით ძალიან ხო ანუ არ ვეძებ ხოლმე მაინც რაღაცა იმას ცუც ადამიანებში და რაღაცა აი ნუ ხშირად ამის გამო ხშირად მე ხვდება ეს წინ მაგრამ ხო კი ვარ ესეთი უფრო მიმდობი და უფრო ესეთი ხო და ალბათ ბევრჯერაც რაღაც გული გტკენია რაღაცების გამო ხო ამ მიამიტობას აქვს ხოლმე შედეგი და მაინც ეგეთი ხარ აი ის არ გიჩნდება ხოლმე არა მაშინ ის მომერევა რა რატო არა და ის მაინც არ ვერ გამოიმუშავე ხა მთლად ეგრეც ნუ იქნები და მოდი ცოტა ისე შევხედავ კრიტიკულად ან ცოტა რაღაც ისე ნუ კი ეხა რა თქმა უნდა ცხოვრებისეული გამოცდილება რაღაცას ეხა რასაკვირველია რაღაცას უფრო მეტად ფილტრავ რაღაცას უფრო მეტად რაღაცა ვთქვათ რისკ ფაქტორი რაღაცას ითვალისწინებ რა მაგრამ მე თუ შევიცვალე და გავხდი ისეთი რა როგორი სხვანაირი სხვა თუ გავხდი მე რა გამოდის მაშინ მე წამიგია მთავარი ანუ რას გულისხმობ იცი ეს რა ვიცი იყო რა ვიცი ნდობა კონდეს ადამიანების თავისთავად არ არის ცუდი არა მეც გეთახმები ნამდვილად არა რატო ეხლა მე დღეს გნახე პირველად აი ხა რატო უნდა ვიფიქრე ამან ეხა რო დამიგაზა ეს წყალი და რო ჩამის ანუ აი ნუ რატო აი რატო რაღაცა კიდურას სისულელეს ეხლა ნუ არ გულისხმობ მაგრამ არ მინდა რა მართალია მინდა რომ ჯეროდეს მაინც რაღაცა უანგარობის, იმიტომ რომ ესეთი მაგალითიც ძალიან ბევრი მქონია და სულ ეს არის ხო რაღაცა აი ეგეთი ადამიანი არასდროს არ დაკარგავს იმ რაღაც ნათებას ზესავით არის ხო რომელსაც შეუულია რომ აი უანგაროდ გაუმართოს ვიღაცას ხელი მაშინ როცა უკან იმისგან არაფერს არ ელოდება აი ესე უბრალოდ და ასე შემდეგ და მინდა მჯეროდეს ეგეთი რაღაცეების და ამაზე ვაკეთებ უფრო სწორებას ვიდრე თქვათ რა ვიცი მიღაცაზე რომელიც შედარებით ასე ვთქვათ უფრო სხვაგან არის ამ მიმართულებით რა არ მინდა ესე დიფერენცირებულად დავუყო ცუდი და კარგი არა ყველა შეიძლება ცუდიც და კარგიც და არასდროს არ ვიცით კიდე რამ დააპროვოცირა და ასე ვთქვათ და ტრიგერა ასე ვთქვათ ჩვენში ის რაღაცა უარყოფითი ენერგიაც და რაღაცა თვისებებიც რა ანუ ეგ ცუდიც და კარგიც ყველაში არის უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ მოკლედ მერე რა ანუ რო რაღაცა თუ მოკლედ ისე არ წავიდა და რაღაცა გაკვეთილი მივიღეთ ან რა ვიცი ვიღაცამ რაღაცა გული გვატკინა არაუშავს რა აი არაუშავს აი შენ თუ შეიცვლები და იქ თუ მოგერევა და შენ ეხლა ეს რაღაცა ციმციმა გოგო კი აღარ იქნები არამედ იქნები რაღაცნაირად ესე ჩაეჭვებული ესეთი ანუ ეგ ნიშნავს რომ შენ წააგე რა ანუ ბრაზით არ უნდა უპასუხო Of course. არა. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ყოველთვის გამომდის. რა თქმა უნდა, არ გამომდის. ყველანი ადამიანები ვართ რა. მაგრამ ხო არა, ნუ. და შენ რა გაკეთებია ხოლმე, როდესაც უწყაინებია, თან გაჩუმდები ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში აი ცადავფიქრე, როცა უწყენინებიათ, რა აი თუნდაც შენი ამ მოქცეულ ვარ და ესეც მოქცეულ ვარ, შენ გონია რომ მე არ მიპასუხია ბრაზი?
არა, დარწმუნებული ვარ გიპასუხია, მაგრამ უმეტესად აი რაღაცა მე როგორ რა განცდაში ხარ, მე აი როგორ ნახე, ხარ. სხვა შორის ეგეც არ არის კარგი, მაგრამ ეგ მემართება ხოლმე რა. დუმდები. ანუ ვჩუმდები. და მე ამის ხარშვაც არ არის კარგი რა შენ თავთან, იმიტომ რომ მე სადღაც შეიძლება არაადეკვატურ დროს და მონოკვეთში ამოხეთქო და იმ ადამიანმა უფრო ვერ გაიგოს, რომ აი ანუ რა? ანუ ჯობია ეს კომუნიკაცია რა თქმა უნდა, მაგრამ აი მე რაღაცა თითქოს კიდე იმ მეორე ადამიანს უწევ ხოლმე ანგარიშს, იმიტომ რომ არ მინდა რაღაცეებზე დაწვრილმანება თუ რაღაცა გესმის, აი და ამიტომ ხშირად არის რომ აი ჩუმდები და გავავატარებ რა, მაგრამ არც ეგ არ არის ჯანსაღი რა, ჯობია რომ ხა მე არ ვამბობ იმას რომ რაღაცა ძალიან უხეშად ან ესე, მაგრამ მოკლედ თუ იმ მომენტში, აი მე მგონი ეგ არის რა მთავარი რა, რომ ეგ გაარკვიო. თუ იმ მომენტში, აი მართლა გულწრფელად და აი შენი ავთენტურად და გულწრფელად და ორგანულად დამწარდი და აი ამოსახეთქი გაქის რაღაცა რა, შეიძლება ჯობია რომ ამოხეთქო რა. ხო. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ მე ხშირად არ გამომდის თქო ეგ რა და უფრო ვიცი რომ და შეიძლება მე სადღაცა ერთ კვირაში მოვახერხო და რაღაცა დაგაწიო რომ რაღაცა მოხდი, მაგრამ აი მომენტში ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ისეთი არ თქვა რა ხვალ მე თვითონ ვინანებ რო ვთქვი რა. ხო, თუ მე თქვას მაინც მაგის კონტროლი მაქვს ხოლმე და აი არ ვიცი, შეიძლება ჯობია ხანდახან რომ თქვა იმ მომენტში რა, რასაც გულწრფელად წამოიღებს შენი ემოციური მდგომარეობაც და უწრფელი იყო იმასთან, იმ ადამიანთან და უფრო ხარისხიანი და უფრო ისეთი ღრმა ეს ურთიერთობა, მაგრამ აი მე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა მეორე ადამიანს გაუფრთხილდე, გაიგე, რომ აი რაღაცა მაინც რა ვიცი, ფორმატში. ბოლოსკენ მივდივართ და აი შენგან რას ელოდოს საზოგადოება, სადმე გამოჩენას, სადმე რაღაცა? მოდი რა, იმდენი რაღაცა, რა ვიცი, აი იმდენი რამე ხდება ჩვენს გარშემო. მე სად მელოდოს კი არა. ამ საგიჟეჩ სამყაროში გადავრჩებოდეთ ნეტა. და მართლა ისე რა ქვია, აი ძალიან დასაწყისშიც ვახსენე რომ ეს არსად არ დავდივარ თქვენ, იმიტომ რომ აი რაღაცა იმდენად სხვა რაღაცა პრობლემატიკა სოფლიოში, სამყაროში ჩვენთან და იმდენი რაღაც გამოწვევის წინაშეა საერთოდ კაცობრიობა და ადამიანი. რომ ხო აი არც მაქვს ხოლმე დიდად სიმართლე გითხრა განწყობა რა, რომ აი რაღაცა ხო ეგრეა რა. ხო და ამიტომ რა ვიცი მე ერთ რაღაცას დავტოვებდი რომ ყველამ უბრალოდ ვიფიქროთ იმაზე რა მოგვაქვს რა, აი რა ჩემთვის ამ ეტაპზე აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა მოგვაქვს ამ სამყაროში ჩვენი არსებობით. ჯერჯერობით რა მოგვაქვს, იმიტომ რომ თუ რამე არ მოგწონს, როგორიც არის დღეს ჩვენი მსოფლიო სამყარო, გარეთ რო გადიხარ, ყველაფერი რა, ანუ თითის გაშორის გარდა ყველამ რაღაცა ვეცადოთ რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ რაღაცაზე რა. იმიტომ რომ ესე არ არის რომ სულ სხვისი და სულ ვიღაცის ბრალია. ჩვენი ბრალი რა არის რა. ანუ რითი შეგვიძლია რომ რაღაც ეს მართლა ესეთი ქაოტური და სიძულვილით სავსე და ერთმანეთის ლანძღვაზე დამყარებული ურთიერთობები, კომუნიკაცია, სოციალური ქსელები თუ ასე შემდეგ, აი ეს მოგწონს ჩვენ, რაშიც ვარსებობთ და თანავარსებობთ დღეს? მართალია. ანუ მიზეზი პრობლემა ყოველთვის იქნება, მაგრამ რას უპირისპირებთ ჩვენ ამას და აი როგორ ვაპირებთ საერთოდ რომ გადავრჩეთ რა? და ჩვენ როგორ პასუხობთ? ხო, ჩვენ როგორ პასუხობთ ამ ყველაფერს რა. ძალიან ბევრი პრობლემა არის, ძალიან ბევრი რაღაცა არის, ჩვენთან კი არა, მთელ სამყაროში რა. მაგრამ ხო, აი როგორ რაღაცნაირად მაინც უნდა მოუძებნოთ გზა იმის, რომ რაღაცა გადარჩეს ადამიანი, თორე აი მართლა ხანდახან მართლა ვერ ხედა უბრალოდ მიზეზს და მიზანს, რომ საითკენ მივდივართ, ანუ ოკეი, ტექნოლოგიები ვითარდება, რაღაცა ყოველ წელს ახალი მოდელი გამოდის
რაღაც გავიგე და ამასობაში ადამიანი, რა ვიცი, წინ მიდის მეთქი, მაგას ვერ ვიტყვი. ურთიერთობებიც ცივდება. არა, ურთიერთობებიც ცივდება, რაღაც ზედაპირული ხდება და არის სულ აი ეს მუდმივი ლანძღვა, ერთმანეთის გინება, რაღაცა, აი საგიჟეთი რა და მოგწონს ჩვენ ეს? არა, მაგრამ როცა რომ არც ხო, აი რაღაც, ამიტომ რაღაცა ყველამ უნდა ალბათ ჩვენს თავში ჩავიხედოთ, რომ რაღაცა რა ჩვენშიც რაღაცა რა პრობლემა არის და რანაირად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს. კი. ამას ერთი და ორი ადამიანი ვერ შეცვლის, ბევრი. ხო, მაგრამ ერთით და ორით იწყება, ამის თქმა მინდა რა, ანუ ერთით და ორით იწყება, ეგრეა რა, არ არის რა, კაი მაგალითი ერთმანეთს უნდა მივცეთ. და აი ეს მუდმივი რაღაცა ქილიკი და მუდმივად რაღაცაზე გამოკიდება არ არის არაფრის რა ქვია რა კარგის მომტანი მე ესე მგონია რა. ოღონდ ამაში არ გულისხმობ იმას, რომ რაღაც ბრძოლა შეწყვიტო რაღაცისთვის და ამას არ გულისხმობ. მაგრამ აი ეს რაღაცა მუდმივი ყველგან რადიკალიზმი, ერთმანეთის თრევა ისაკვირველი არ მგონია, რომ არის სწორი ფორმა ერთმანეთთან კომუნიკაციის და ურთიერთობის რა. იმდენად რაღაც შეჯიბრშია ჩართული ხალხი, ანუ იმას რაღაცა აქვს, ეხა მეც და ერთმანეთის ხო, ნუ ზოგადად ეგეთი ფორმატი რაღაც ეგეთი წესრიგია რა, რაღაცა მსოფლიოში, რომ ხო, მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არის ეგ უბრალოდ, ეხა ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი გვტკივა და ჩვენსაც ხედავთ და ჩვენი გვაწუხებს რა. ხო და არ მინდა რომ იყოს ეგრე რა, ძალიან განვიცდი მაგ მდგომარეობას. და მინდა რომ რაღაცა უფრო აი რაღაცა თურმე რაღაც წლების წინ რო იხსენებ დროს არ ხვდები რომ რაღაც რა კაი დრო იყო თითქოს არა შეგან იმიტომ რომ პრობლემა არ იყო როგორ არ იყო ეხლა შეიძლება ისე გამომდის რომ ჩვენ დროს რომ რაღაცა მაგრამ აი რაღაცა მართლა ეგრე იყო რა და მინდა რომ რაღაცა ისევ რაღაცა აი რაღაც დაუპირისპიროთ რაღაცა ისეთი ნათელი და სიყვარულით და მითი რა. სიყვარული არის მთავარი და მე მგონი ხო როცა გიყვარება ადამიანი. ხო, მაგრამ ნუ მესმის რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრია და ჩვენ ქვეყანაში მით უმეტეს ეხა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრია და აი რა ვიცი მინდა რომ ეს უსურო რა ჩემგან რას ელოდოს საზოგადოება კი არა მე მინდა რომ ყველა ველოდოთ იმას რომ კონდეს რაღაცა მომავალი იმის რომ განათლება მივიღოთ საზღვარგარეთ ეს გზები გქონდეს ერთმანეთთან მისასვლელი და სალაპარაკო გზები საერთო ინტერესები რაღაცა საერთო მიზნები ქუჩაში რომ შეხვდებით ერთმანეთს გვიხაროდეს ერთმანეთისთვის სალმის მიცემა და აი ეს რაღაცა დამთავრდეს აი ეს აგონია და სიგიჟე რა. ამიტომ ყველას მინდა უსურვო რა. მე ყველას მინდა ეგ უსურვო. და ჩვენ თავს და ქვეყანას. ჩემ პოდკასტს კიდე ეს გადავსებული იყოს ეს მაგი და სპონსორებით და მეგობრებით და პარტნიორებით. ნახე, ეხა უნდა დაგაგემოვნებინო. კიდე? კი. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. და ესე და ჩელენჯის სამბავი რა შეჩო ერთი ლუკმა და რა ასოციაცია რას შეადარებ რა წამოგივა ფიქრი რაღაცა მითხარი. აი ეს სხვადასხვა ხო? კი. ნუ sugar edit ეს ყველა უშაქროა? კი, უშაქროა. ესენი ერთნაირია. მირჩიე რა, რომელი უფრო კაია? Chocolate hazelnuts. აი კაია მეგონი. ავაფლის. კარგი. აბა გაგვისინჯე. სხვა არის კანონი. აბა გაგვისინჯე. მანამდე გეტყვით რომ ბომბარი შეძენა შეგიძლიათ სპარის ფრესკოს და ახლა უკვე აგროჰაბის ფილიალებში. შენ ჯერ მითხარი რას ფიქრობ? პირველ რიგში ძალიან ჰაეროვანი. ძალიან სუბუქე. და აი ესეთი რა დნება. კი, მე ვაფლის ძალიან მიყვარს. ძალიან კაი და ცოტა ამჯერა რომ ეს არ არის ჩაქარი რო არ აქვს დამატებული. უშაქროა. სად შეიძლებაო? სპარის ფრესკოს და აგროჰაბის ფილიალებში. ძალიან კარგია მართლა. ხო და მოიცა? ვისაც ტკბილი უყვარს და მე ვარ ძალიან აი ჩემი guilty pleasure. არის ტკბილეული ძალიან მიყვარს.
ხო და ბომბვარმა გადმოგცა აი ეს ასაჩუქრე ყუთი და ვაუ! შეგიძლია უფრო მეტი სახეობის ვაუ! დააგემოვნო. მადლობა. ფაფინამაც გადმოგცა აი ეს ფაფები და შეგიძლია რომ ფაფები. შვრიის ფაფები. ფაფები, რა კარგია, რა ქვია ფაფინა? ფაფინა ფაფინა, მგონია რომ ფაფებისაა. და გებრიელად მიირთვი. და კიდევ ერთი რაღაც მინდა ბოლოს გითხრა. მოკლედ ერთი ესეთი ძალიან საყვარელი და კარგი დიზაინერი ქალბატონია, რომელიც თვითონ კერავს ტანსაცმელს, ამოს, თამარ ლორია. ეს შეგიძლიათ რომ ჩავიწეროთ Instagram-ზე, ამოვა, აქაც ამონათდება ეკრანზე და შენთვის გამოგზავნა საჩუქარი და მინდა რომ გადმოგცე. რა ხდება ხალხო? ხო, მოკლედ აი ეს არ პატარა ყოფილა ეს პოდკასტი საჩუქარი. სიარული გლახა საქმე კაცო, უნდა დავიწყო მაშინ. პატარა საჩუქარი, მედია ვის მოგეწონება. უნდა ვუთხრა მადლობა? თამარ ლორია. თამარ ლორიას, მადლობა ძალიან. უნდა ვნახო ეხლა? არა, მე ოკეი. სახლში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ახმეძრამა და ფეშენისა და ტყბილეულის და პაპების მიმართულებით. მეც ეგ მინდა გენაცვალე. მოკლედ ძალიან ბევრ წარმატებას ასევე, გისურვებ და მადლობა თქვენს. რომ იყავი ჩემთან სტუმრად. ეს იყო ეკა ამირეჯიბი, მადის აღზრული პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.